მოგესალმებით. დღეს ევროკავშირში სულ უფრო მეტი ადამიანი სვამს შეკითხვას. არის კი ეს ის ევროპა, რომელიც მათ ახსოვთ? არის კი ეს ის წესები, რა წესებითაც ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროპული საბჭო და სხვა სტრუქტურები მუშაობენ იმ ევროპული ღირებულებების შესაფერისი, რასაც სულ იმეორებენ ხოლმე ევროკრატები. რა თქმა უნდა, აღარ არის და შესაბამისად, ევროპას ყოფილი ევროპაა. 2024 წელს ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ბევრი ისეთი გახდა ევროდეპუტატი, რომელიც აქამდე ამას ვერ შეძლებდა, მაგრამ იმედგაცრუებამ ევროპული სტრუქტურების მიმართ გამოიწვია პოლიტიკური ახალი სახეების გაჩენაც. ეს ახალი სახეები ძირითადად ევროსკეპტიკოსები არიან. ვინაიდან ისინი არ არიან სისტემური პოლიტიკის ნაწილი, ბევრ შეკითხვას სვამენ ევროკავშირის დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთია კვიპროსელი ფიდიას პანაიოტუ, 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც დამოუკიდებელი ევროპარლამენტარია. მისი ბოლო მოსაუბრე მისსავე სტუდიაში იყო ნიდერლანდელი ევროდეპუტატი დირკ ჰოტინგი. საუბარში დაისვა ზუსტად ის საკითხები და ის პრობლემები, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს. ევროსტრუქტურების მხრიდან საეჭვო ფინანსები არასამთავრობოებში, ბრიუსელის ბიუროკრატიის ანტიევროპული პოლიტიკა და წევრი ქვეყნების ინტერესებს ამცდარი ქმედებები. შორს რომ არ წავიდეთ, მიმდინარე ინფორმაციები და გამოძიებებიც იმავეს ადასტურებს. საეჭვო ფულის ტრიალი განსაკუთრებით ფიქსირდება ეგრეთ წოდებული მწვანე პოლიტიკის მიმართულებით და დირკ ჰოტინგმაც ზუსტად ამაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან თქვა, ევროკომისია აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები შემდეგ ლობირებენ ინიციატივებს ევროპარლამენტში. შემდეგ ამ ინიციატივებიდან ნაწილი მტკიცდება ევროპარლამენტში და თანხები მიდის კონკრეტული მიმართულებით. ანუ კეთდება წრე, სადაც თავშიც და ბოლოშიც ევროკომისია დგას. ევროკომისიას აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებები აქვს ევროკავშირში. ის არის ერთგვარი მინისტრთა კაბინეტი, ხოლო ურსულა ფონ დერ ლაიენი დე-ფაქტო მმართველი. ევროკომისიასთან და მის ხარჯებთან დაკავშირებით სხვა უარყოფითი ინფორმაციებიც არსებობს. მაგალითად, ბოლო ინფორმაციებით ევროკომისიამ აღიარა, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის განკუთვნილი ევროკავშირის ფონდები გამოიყენა მემარცხენე არასამთავრობო და კლიმატის ორგანიზაციების დასაფინანსებლად, რათა ჩაეხშო ევროპელი კონსერვატორების ხმები. საუბარია იმ სახსრებზე, რომელიც LIFE პროგრამისთვის იყო გამოყოფილი და გარემოსდაცვითი ინიციატივების დასაფინანსებლად იყო განკუთვნილი. 2014 წლიდან ამ პროგრამის საერთო ბიუჯეტი 9 მილიარდი ევრო იყო. გამოძიების მიხედვით ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხების ნაწილი ევროპაში კონსერვატიული და ევროსკეპტიკური პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს მოხმარდა. არსებობს მეორე, უკვე ოფიციალური ინფორმაციაც. ევროკავშირმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე პოლიტიკის, კვლევების, მიგრაციისა და გარემოს დაცვით სფეროებში 2021-2023 წლებში 7 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. ევროკავშირის კონტროლის პალატამ, კერძოდ მისმა წევრმა ლაიმა ანდრიკენემ გაასაჯაროვა დასკვნა, სადაც არასამთავრობო სექტორის გაუმჭვირვალე დაფინანსებაზეა საუბარი. დასკვნის თანახმად დაუდგენელია თუ რა თანხები რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს და რა მიზნებით ერიცხებოდა. უფრო მეტიც, იგივე ევროკომისია საქართველოსთან მიმართებითაც იმუქრებოდა ფინანსების გამოყენებით იმისთვის, რომ USAID-ის დახურვის შემდეგ დანარჩენი აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციები დაეფინანსებინა. შარშან ნოემბერში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი 100 მილიონი ევროს დახმარება სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადაეცათ. როგორ გამოიყურება ეს ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოება, კარგად ვხედავთ. რამდენიმე ასეული რადიკალი, რომელიც სიძულვილს თესავს საზოგადოებაში და როგორც წესი ნაციონალური მოძრაობისა და სხვა რადიკალური ოპოზიციური პარტიების წევრები არიან. ბორელის მუქარა ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ როგორც რადიკალური ოპოზიციის დაფინანსებაზე მუქარა. შემდგომ იანვარში ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი აცხადებდა, რომ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი 100 მილიონი ევრო. აღნიშნული თანხიდან 8 მილიონი ევრო სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას მოხმარდება. ამავე მიზნით გათვალისწინებულია დამატებით 7 მილიონი ევრო. ასე რომ ფინანსების გაუმჭვირვალობა და პოლიტიკური მიზნებისთვის ხარჯვა ევროკომისიისთვის ახალი არ არის
და ფიდიასისა და ჰოტინგის საუბარშიც სწორედ ეს ჩანს. რეალურად ყველაფერი იმაზე უფრო ბუნდოვანია, ვიდრე ჩვენ გვგონია. აქვე უნდა ვახსენოთ ურსულა ფონ დერ ლაიენის, რომელიც ნამდვილად არ სარგებლობს კარგი რეპუტაციით და ისიც ვთქვათ, რომ ის არა ხალხის მიერ არჩეული, არამედ დანიშნული მოხელეა. არც ფონ დერ ლაიენისთვის არის უცხო საეჭვო ფინანსების ტრიალი და საკუთარი ინტერესებით მოქმედება. ამაზე მეტყველებს Pfizer-Gate-ის ბოლო სკანდალიც. ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გაზეთ New York Times ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენსა და Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს ალბერტ ბურლას შორის გაცვლილ შეტყობინებებზე წვდომა არ მიეცა. საუბარია პანდემიის დროს ამ ორ შორის მიმოწერასა და შემდეგ ევროკომისიის მიერ Pfizer-ის ვაქცინების შესყიდვაზე, რამაც მაშინაც ბევრი შეკითხვა გააჩინა. ეს მიმოწერა მაშინ არ გასაჯაროვდა, დღეს კი უკვე სასამართლომ დაადგინა, რომ საჭიროა ამ საკითხზე მეტი დეტალის გაჟღერება. ფონ დერ ლაიენს ახლა 2 თვე აქვს საიმისოდ, რომ ახსნა განმარტებები წარმოადგინოს. მართალია იურიდიულად ევროკომისიის პრეზიდენტს შეიძლება პრობლემა არ შეექმნას, მაგრამ პოლიტიკურად ეს უკვე სერიოზული დარტყმაა და ადასტურებს იმ მოცემულობას, რასაც ევროპარლამენტარების ნაწილი და ფართო საზოგადოება ამბობს. მოქმედებენ კი ევროკომისია და ევროსტრუქტურები ევროპის ინტერესების მიხედვით. ევროპული სტრუქტურებიდან არასამთავრობოების დაფინანსებაზე ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. გამჭვირვალობის შესახებ კანონი იქნება ყველაზე ხმაურიანი, რეზონანსული. ეს კანონი რუსულია და სკანდალურიც კი. საქართველოში კანონის განხილვის წინააღმდეგ მოაწყობენ აგრესიულ აქციებს. პოლიციელებს ესვრიან მოლოტოვის კოქტეილებს, დაუშენენ ქვებს. პარლამენტში ოპოზიცია გადავა მუშტიკრივზე. ევროკავშირში გაკეთდება კრიტიკული განცხადებები. კანონი არ შეესაბამება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს და მის მიღება შეუძლია საქართველოს კიდევ უფრო დააშოროს ევროკავშირს. ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს იმ მომიტინგეებს, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აფრიალებენ. ბრიუსელი გაავლებს წითელ ხაზებს. იტყვის, რომ ამ კანონზე გადის საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება. ევროდეპუტატები მხარს დაუჭერენ პროცესების რადიკალიზაციას. IPP განსაკუთრებულად აქტიურობს. IPP-ის პოლიტიკური ასამბლეა მიიღებს საგანგებო რეზოლუციას იმისთვის, რომ საკუთარი ღრმა შეშფოთება დააფიქსიროს. ეს ქმედებები სერიოზულად აზიანებს საქართველოს მთავრობის რეპუტაციას და აჩენს სერიოზულ ეჭვებს მათი ევროპული კურსის ერთგულებაზე. შეშფოთება არც 1 წლის შემდეგ გაუვლით. IPP მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. და ყველაფერი ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული ოცნება არასამთავრობო სექტორის დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს. და ეს IPP საქართველოში რომ ყირაზე დადგა, ხოლო ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები კი მზად იყვნენ ცალფეხზე ეხტუნათ. დღეს NGO სექტორის გამჭვირვალობას თავად მოითხოვს. დისკუსია ამ საკითხზე ყოველთვის იყო, თუმცა ბოლო პერიოდში გააქტიურდა. მიზეზი 2025 წლის აპრილში ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ხდება. დოკუმენტი სკანდალურია იმდენად, რამდენადაც ადასტურებს მთავარს. ევროკავშირის მიერ NGO-ებისთვის გაცემული დაფინანსების პროცესი საკმარისად გამჭვირვალე არ არის. ანგარიში 2021-2023 წლებს ეხება. სულ 3 წელს, მაგრამ 8 მილიარდ ევრომდე. ამ პერიოდში ბრიუსელი NGO-ებს 7.4 მილიარდს გამოუყოფს. თუმცა ხშირ შემთხვევაში არც დაფინანსების მიზნებია ცხადი და არც ფინანსების ხარჯვაა გამჭვირვალე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკომისიამ ვერ უზრუნველყო საკმარისი მონიტორინგი და ვერ დაადგინა. გამოიყენებოდა თუ არა ეს თანხები ლობისტური საქმიანობისთვის. დოკუმენტში პირდაპირ წერია. ევროკავშირის მიერ NGO-ებისთვის გამოყოფილი დაფინანსება ზედმეტად გაუმჭირვალეა და გამჭირვალობის ნაკლებობას განიცდის. კრიტიკულ ანგარიშს კრიტიკული პოლიტიკური დისკუსიები მოჰყვა. დირკ გოტინგი ევროპის პარლამენტში ჰოლანდიას წარმოადგენს და ევროპის სახალხო პარტიის IPP-ის ჯგუფშია. მისი შეფასებით სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც წარსულში იდეალისტურ ფასეულობებს უკავშირდებოდა, დღეს პროფესიონალურ ლობისტურ მანქანად ჩამოყალიბდა. როცა კომისიას ეძლევა უფლება ამდენი ფული დახარჯოს, ეს სერიოზულია. ამიტომ ვამბობ, რომ ბევრად უკეთ უნდა ვაკონტროლოთ, როგორ იხარჯება ეს ფული, რადგან ბევრ შემთხვევაში ევროკავშირის ფულს მართლა არასწორად ხარჯავენ.
ფულის ნაწილს კომისია უნაწილებს ორგანიზაციებს, მათ შორის NGO-ებს, რომლებიც ფორმალურად განვითარების, კლიმატის ან ადამიანის უფლებათა სფეროებში მუშაობენ. თუმცა ხშირად სწორედ ამ ორგანიზაციებიდან მოდის აქტიური ლობისტური ზეწოლა კანონმდებლების მიმართულებით. IPP-ის შეშფოთებებს უძღვნის სტატიას პოლიტიკოც. ევროპის სახალხო პარტია აცხადებს, რომ უბრალოდ მოითხოვს მეტ გამჭირვალობას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხარჯავენ არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის გადამხდელების ფულს და ადანაშაულებს ევროკომისიას იმაში, რომ კომისია ფულს უხდის ამ ორგანიზაციებს, რათა მათ გავლენა მოახდინონ ევროკავშირის სხვა დაწესებულებებზე და ხელი შეუწყონ გარემოს დაცვითი კანონების მიღებას. გამოდის, რომ IPP ახლა თავად მოითხოვს გამჭვირვალობასაც და გამოძიებასაც. და უკვე არც გამჭვირვალობაა ევროკავშირთან შეუთავსებელი და არც გამოძიება უშლის ხელს დემოკრატიას. არადა საქართველოს ხელისუფლება თავის დროზე ამ მოთხოვნების გამო ყველა ცოდვაში დაადანაშაულეს. სკანდალი იმდენად სერიოზულ ფორმებს იძენს, რომ ევროკომისია აღიარებითი შინაარსის განცხადებას აკეთებს. ზოგიერთ შემთხვევაში გრანტების სახით გაცემული თანხები არამიზნობრივად იქნა გამოყენებული. ეს აღიარება გაჩნდა კომისიის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ეხება LIFE პროგრამას 2025-2027 წლებისთვის და ამას წინ უძღოდა მემარჯვენე პარტიების მრავალჯერადი ზეწოლა ევროპარლამენტში, რომელთა მიზანიც იყო გამოეძიებიათ თუ როგორ იყენებდნენ გადამხდელების ფულს ამ პროგრამის ფარგლებში. აღმოჩნდა, რომ ბრიუსელის ფლაგმანურ ეკოლოგიურ პროგრამა LIFE-ის ფარგლებში გაცემულ გრანტებს არასამთავრობო ორგანიზაციები მართლაც იყენებდნენ კონკრეტულ პროპაგანდისტულ კამპანიებში და არასათანადო ლობისტურ საქმიანობაში. ამის შესახებ ონლაინ გამოცემა გრიპტი წერს. LIFE პროგრამა პირველად 1992 წელს იქმნება. 2021 წელს განახლდება და ევროკავშირის ძირითად ფინანსურ ინსტრუმენტად ყალიბდება. მხარს უჭერს და აფინანსებს გარემოს, კლიმატის და ენერგეტიკის სფეროებს. ეს ოფიციალურად. ევროკომისიის აღიარების შემდეგ კი გასაგები ხდება. არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის ფულს იყენებდნენ არა გარემოს დაცვაზე, არამედ ლობირებაზე და ინტერესების დაცვაზე, რაც წესების დარღვევაა და კორუფციას გავს. LIFE პროგრამასთან ერთად მკაცრად შეამოწმებენ ამ პროგრამის შეფასების კომიტეტის წევრებსაც. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც გრანტების გაცემის გადაწყვეტილებებს იღებენ. ამიერიდან მათ მოუწევთ წერილობითი ფორმით დაადასტურონ, რომ გასაცემი გრანტის მიმართ არანაირი პირადი ინტერესები არა აქვთ. ამის გარდა ევროკავშირი ირწმუნება, რომ გაამკაცრებს გრანტის გაცემასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას და აქტიურად ითანამშრომლებს ევროპის აუდიტორთა პალატასთან. თანამშრომლობა საგრანტო სისტემის გამჭვირვალობას შეეხება. IPP ევროკომისიის აღიარებით კმაყოფილია. პიტერ ლიზე, პარტიის წარმომადგენელი ეკოლოგიის საკითხებში, აცხადებს, რომ LIFE პროგრამას მხარს უჭერს, მაგრამ დარღვევების აღმოსაფხრელად გამჭვირვალობა აუცილებელია. მივესალმებით ევროკომისიის განცხადებას, რომლითაც მან აღიარა გავლენის არასწორი ფორმები. სანდერ სმითი, ევროპარლამენტარი. კომისიამ როგორც იქნა აღიარა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ოპერაციული გრანტების განცხადებაში ჩართეს კონკრეტული ლობისტური და ინტერესების დამცველი ქმედებები. ეს აღიარება ადასტურებს IPP ჯგუფის შეშფოთებას, რომელიც არასწორი ლობისტური პრაქტიკის გარშემო არსებობდა. დირკ გოტინგი IPP-ის ჯგუფის წევრი ჰოლანდიიდან ევროკომისიის აღიარებას სამართლიანად მიიჩნევს, თუმცა აღნიშნავს, რომ საქმის დეტალები უცნობია და არ ამჟღავნებენ. არ არის მითითებული, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართული თანხების არამიზნობრივ გამოყენებაში. ასევე არ ჩანს, რამდენად ფართოდაა გავრცელებული ეს პრობლემა. სახელები არ გახმაურებულა. არადა LIFE პროგრამის წლიური ბიუჯეტი 2021-2027 წლებისთვის შეადგენს დაახლოებით 5.4 მილიარდ ევროს. მაგრამ ვისი ინტერესები დგას ასეთი ლობისტური სქემების უკან? სად იწყება ეს ჩრდილოვანი ლობისტური ქსელი და ვინ არიან ამ ქსელში გახვეული? ახლა დროა, რომ ყველა ამ კითხვას პასუხი გაეცეს და დაფარული გაცხადდეს. გამჭვირვალობას პრინციპული ტონით მოითხოვენ ბრიუსელში. უნდა გამოქვეყნდეს NGO-ების სია, ვინ მიიღო დაფინანსება რამდენი რა მიზნებისთვის და ვისგან, ევროკომისიისგან თუ სხვა ევროპული ინსტიტუტებისგან. ძალიან მრავლისმთქმელია ის ფაქტი, რომ 3600 დაფინანსებული NGO ბელგიაშია რეგისტრირებული, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯგუფებს წარმოადგენენ. ხმაურიანი სტატიები ჩნდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მედია საშუალებებში და აქაც ათვლის წერტილი ხდება პროგრამა LIFE.
ონლაინ გამოცემა ევროპული კონსერვატორები ნიდერლანდურ მედიაზე დაყრდნობით იმ ფიგურას აკონკრეტებს, ვინც შეიძლება ამ სქემის უკან იდგეს და მას კლიმატის მეფედ მოიხსენიებს. ევროკავშირის ყოფილი კლიმატის მეფის ფრანს ტიმერმანსის ხელმძღვანელობით ევროკომისიამ არანაკლებ 750 მილიონი ევრო გადაურიცხა კლიმატურ NGO-ებს, რათა მათ მწვანე შეთანხმება დაელობირებინათ როგორც ბრიუსელში კანონმდებლებს შორის, ასევე დედაქალაქებშიც. ეს კი ეჭქვეშ აყენებს მთლიანი ფლაგმანური საკანონმდებლო პაკეტის ლეგიტიმურობას. ვირჟინი ჟორონი ევროპარლამენტარის შეფასებებში გაცილებით უფრო მკაცრი და პირდაპირია. ის ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არც დამოუკიდებლები არიან და არც სასარგებლო სამუშაოს ეწევიან. ჩემთვის ეს ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოების გახსნას. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს კვირაებში გავიგებთ, რომ საუბარია არა მილიონებზე, არამედ მილიარდებზე. იმაზე, რომ ევროკომისია გადასახადის გადამხდელთა ფულით აფინანსებს პროპაგანდას სხვადასხვა სფეროში, LGBT თემში, გენდერულ საკითხებში და გარემოს დაცვაში. მათ მოქალაქეების ჯიბიდან დააფინანსეს ისეთი ინდივიდები და ორგანიზაციები, რომლებიც მთლიანად დამოკიდებული არიან ევროკომისიის მოწყალებაზე. ეს არის მასშტაბური კორუფცია, რომელსაც თვით სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურების განადგურება მოყვება. ევროკავშირში უკვე შავ ლობიზმზე, კორუფციასა და შავი ფულის მოძრაობაზე დაიწყეს ლაპარაკი და ეს თემა, როგორც ჩანს, სხვა დიდ სკანდალურ საქმეებშიც გამოვლინდება. სავარაუდო შავი ფულის ტრიალი ევროპულ სტრუქტურებში, არასამთავრობოების დაფინანსება და შემდეგ მათი გამოყენება პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გასაჩუმებლად, ფარული ხარჯები და უამრავი შავი ხვრელი იმისთვის, რომ ფინანსები გაუმჭვირვალე იყოს. ეს ყველაფერი არის შედეგი იმისა, თუ რა მოიტანა ბრიუსელის ბიუროკრატიის დაკომპლექტებამ აგენტოკრატიით და შემდეგ დამკვეთის, ანუ გლობალური დიპსტეიტის ინტერესების შესრულებამ. დღეს ევროკავშირი თავისი სტრუქტურებით ბუტაფორიას უფრო ემსგავსება, რომელსაც ოლიგარქიული მმართველობა ჰყავს და ერთი მხრივ საკუთარ ფინანსურ ინტერესებს იკმაყოფილებენ, მეორე მხრივ კი ისეთ პოლიტიკოსებს ნიშნავენ თანამდებობებზე, რომლებიც მარტივად მართვადი იქნებიან. ამიტომაც ვამბობთ, რომ ევროკავშირი არის გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკური პროექტი, ზესახელმწიფოებრივი და ზეეროვნული სტრუქტურებით. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ, 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.